როგორია ორსულად ყოფნა? რა? ეთილი იყოს თქვენი მოგზანება ჩემს სამყაროში. უბრალოდ მე არავინ არ შემიხვევია ასე ჩემს ცხოვრებაში. რა დაგემართა? რა? არ ელოდებოდი? როგორ ყარს? კარგი მეგობრებო, აღარ შემიძლია, ვეღარ გავძლებ. მეგობრებო, იცით რას ვფიქრობდი? რას? არა, არაფერს. რას ფიქრობ? მითხარი, მიდი. ისეთი არაფერია. ჰეი, ნუ მაბრაზებ, მეზიზგება როცა ხალხის სიტყვას არ ამთავრებს. მითხარი, რას ფიქრობ? რას ვფიქრობდი და? მე ვფიქრობდი, იცით, რა თქმა უნდა, სულელური აზრია, მაგრამ როგორია ორსულად ყოფნა? რა, ბოგდან? მერტო ჩემო, როგორ შეიძლება ბიჭმა ამაზე იფიქროს? როგორ გაგეჭდა ეს იდეა? ეს შენგან ძალიან უცნაურია, ბოგდან. შენ ხომ ბიჭი ხარ? მარტო უცნაურია, ბოგდან. არა, ეს რეალურია. დედაჩემი მეუბნებოდა თუ როგორი იყო ჩემზე ორსულად ყოფნის დრო. და რომ ქალებისთვის ამ პერიოდში ადვილი არ არის და მართლა მაინტერესებდა როგორი იყო. ბოგდან, მე ამ თემით დაინტერესებული არ ვარ. არც მე. არა, იყავი ჩემთან გულწრფელი, არასოდეს გიფიქრიათ? მართალი გითხრა, მეც მიფიქრია ამაზე. მე ვიცნობ ვიღაცას, ვისაც შეუძლია რომ მეტი გითხრას ამ თემაზე. ვის? გამომყევი? დედა, ჩვენ გვაქვს შენთან შეკითხვა. ხო, გისმენთ? ტანია, ჩვენ გვაინტერესებს გითხრა როგორია ორსულად ყოფნა. როგორია ორსულობა? რა ხდება? არა, უბრალოდ გვაინტერესებს როგორ გძნობ თავს ამ დროს. მას რატომ გინდათ რომ იცოდეთ? კარგი, რაღაც მომენტში ცოლი მეყოლება. ის ორსულად იქნება. მინდა ვიცოდე როგორ დავეხმარო მას. ბოგდან, ეს ძალიან კეთილშობილურია. თუ ასე ძალიან გინდათ რომ იცოდეთ, რა სიტყვით პატარა ჩელენჯზე? ჩელენჯი, ნამდვილად არ ვიცი რას გულისხმობ. კარგი, ვნახოთ რას გვიმზადებ. მაშინ დაბლა ჩავიდეთ. 3, 2, 1, ნონი თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. დღეს გვაქვს უშოუდო, მაგრამ ძალიან მაგარი ვიდეო. ჩვენ ორსულად ვიქნებით 24 საათის განმავლობაში. მეც ორსული ვიქნები, წარმოგიდგენიათ? ჩვენ უბრალოდ გვინდა ვცადოთ როგორია ეს და ვაპირებთ მონაწილეობას გამოწვევებში და დედაჩემი იქნება ჟიური. უყური ამ ვიდეოს ბოლომდე, მაგარი იქნება, მსგავსი არაფერი გინახავთ. ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ. და დალაიქეთ ვიდეო აუცილებლად. უბრალოდ ვიცი რომ უყურებთ, მოგწონ, მაგრამ გავიწყდებათ მოწონება. ასე რომ გააკეთეთ ეს ახლავე, რათა არ დაგავიწყდეთ. მოდით გავაკეთოთ, არა? ბავშვებო. რა. მას შემდეგ რაც თქვენ დადაწყვეტეთ მონაწილეობა მიიღოთ ასეთ მაგარ გამოწვევაში, მე მაქვს თქვენთვის რაღაც. საჩუქრები. ეგ პისა? ბოგდან, შენ სულ ჭამაზე ფიქრობ. რა არის? მოდი ვნახოთ. 1, 2, 3, გახსენი. ეს მუცელია, მაგარია. მე მაქვს ჩემი, მაგრამ შემიძლია მეორეც გამოვიყენო. გულწრფელად არ ველოდი რომ დედა ასე სერიოზულად მიუდგებოდა ამ ჩელენჯს. ეს არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკვიზიტი დღევანდელი გამოწვევისთვის. ეს ისეთი უზარმაზარია, ის თელს სხეულს ფარავს, თითქოს მას შემჭამა. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში. მუცელი ყველა ორსული ქალის ატრიბუტია. ამის გარეშე არ შეიძლება. რა სახის გამოწვევებს ვაპირებთ? შერეგ მუცლები გაიკეთეთ და ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით. მე უკვე გავიკეთე, მოდი დაგეხმარები. ბოგდან, რატომ გახარ აქ? რა მოხდება თუ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის? არა, ეს არ არის სამართლიანი. მუცელი ყველას გვაქვს, შენს უნდა გაიკეთო. არ ეტევა. დარწმუნებული ხარ? მან თუ გააკუა, ყველაფერი აბეთქდება. მე მაგას თქვენს წინაშე არ ვაკეთებ, ასე რომ არაფერიც არ მოხდება. ხო, ჩვენ კარგად გვახსოვს ატე, რაც გააკეთე. რა თქმა უნდა, მუცელზე რომ არ დამხტომოდი, არაფერიც არ მოხდებოდა. აბა გაიკეთეთ მუცლები? როგორ გზნობთ თავს? ჩემთვის არასასიამოვნოა. არასასიამოვნოა, ძალიან არასასიამოვნოა. ეს კოშმარია. დავიღალე უკვე. და ზურგი ცოტა მტკივა. ისე ეს არის წონა და თქვენ ისედაც შეძლებთ ამის გამოცდას. და გეცოდინებათ რას განიცდიან დედები. კარგი, მე მზად ვარ გამოწვევისთვის. მოდი გავაკეთოთ პირველი დავალება. პრიზი გვექნება? დიახ, რა თქმა უნდა, არის პრიზი, ვინც მოიგებს ამ გამოწვევას, ჩელენჯის ბოლოს მიიღებს $1000. ასე რომ პირველი გამოწვევა. წარმოვიდგინეთ, რომ ორსული გოგო ხართ. ბოგდანის შემთხვევაში კი ბიჭი. და ბავშვის პამპერსების სწრაფად მოტანა გჭირდებათ. ვინც პირველი მოიტანს, მიიღებს 3 კულას, ვინც მეორე მოიტანს 2-ს, ხოლო ვინც ბოლო 1 კულას მიიღებს. სახლის გარშემო უნაებინოთ და პირველად ვინც აიღებს საფენებს, ის გაიმარჯვებს. ის 3 კულას მიიღებს. კარგი პატარავ. ძალიან უცნაურია მუცელთან საუბარი. წარმოვიდგენია რა ძნელია ამ მოსრით სირბილი და ეს ყველაფერი დავალებას ძალიან ართულებს. უბრალოდ იმედი მაქვს რომ სირბილის დროს მშობიარობა არ დამეწყება. კარგი, 3, 2, 1, წავიდა. მე არ ვაპირებ მის დაჭერას. ჩემი საფენი ჩემია. ასე რომ, ზატა პირველი იყო. შენ გაქვს 3 კულა. მიუხედავად იმისა, რომ დავეცი, ჩემი პატარასთვის საფენი მოვიტანე. მეორე ადგილი ნიკოლისაა. შენ მიიღე 2 კულა.
და ბოგდან შენ ერთი ფულა გაქვს. ეს ასე არ არის, მე კარგი დედა ვარ, უბრალოდ ფეხი დამისურდა. Არი ნერვიულა ბოგდან კიდევ ბევრი გამოწვევა გვექნება. მაინც შეგიძლია დაამტკიცო რომ კარგი დედა ხარ და ბოლოს საუკეთესო ორსული $1000 მიიღებს. ასე რომ თქვენ გაუმკლავდით პირველ გამოწვევას. ახლა მე მაქვს თქვენთვის მეორე დავალება. რა დავალება? პირველ გამოწვევაში თქვენ ყველა მაიღეთ საფენები. მეორეში კი თქვენს ბავშვს სწორად უნდა ჩააცვათ. გავამყევით ყველა. თქვენ ყავთ ბავშვი, მე მაქვს საფენები. ყველას თითო-თითო გექნებათ. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელი იქნება თქვენგან. პირველი, მეორე და მესამე. ჯეირანი! Yes! ჯეირანი! Yes! მოვიგე, მე ბოლო ვარ. ჯეირანი! და ეს თქვენი დავალებაა. თქვენ გარეთ გადიხართ და როგორც იგარეთ გახოლთ, წამზომს ჩავრთავ. მაშინვე დროის საფლა დაიწყება. ბავშვს სწრაფად უნდა ჩააცვათ და უკან გაიქცეთ. ვინც ყველაზე სწრაფი იქნება, გაიმარჯვებს. Yes! მეც კი არავისთვის გამოგვისწრია ცხოვრებაში, ბოგდანზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მას ეს ორჯერ გაუკეთებია საკუთარი თავისთვის, ამიტომ უპირატესობა ექნება. მიდი! კარგი, ახლა გავხსნათ. ჩავსვათ ბავშვი აქ. 1, 2. ვა, ბოგდანი მართლა მაგარი მამა იქნება. შეხედეთ მას, მან ეს გააკეთა 21 წამში. მეორე მზად არის? კი! 1, 2, 3. დრო! გავიკეთე. აუ არა, ცუდია. ეს კარგად უნდა გამეკეთებინა. პატარა მაპატიე ძალიან წუხარ ძვირფასო. შოკში ვარ, მეც კი ვერ ვაკეთებდი ასე. აბა ვნახოთ როგორ გაუმკლავდება ამას ნიკოლი. მიდი. გონი ასე უნდა გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ. სწორედ ასე, არ ვიცი, ამას დავაწებებ. არა. ეს ფანტასტიკური იყო. ბავშვებო, მოდით აქ. ასე რომ, მესამე ადგილი 21 წამითა და 72 მილიწამით ეკუთვნის ბოგდანს. ბოგდან, შენ ერთი ქულა გაქვს. 19 წამი და 42 მილიწამი. მეორე ადგილი და 2 ქულა მიდის ნიკოლთან. პირველი ადგილი ამ გამოწვევაში 18 წამითა და 44 მილიწამით ეკუთვნის ლატას. ნიკოლს მხოლოდ 1 წამით მოვასწარი. მზად ხართ მესამე გამოწვევისთვის? კი! წავიდეთ ორსულებო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე დაუჯერებელ ჩელენჯებს თქვენთვის. თქვენ უკვე იცით რომ ჩვენი ოცნებაა რომ მეტი გამოვწერი ვყავდეს. სხვა არხები დაგვრჩინიან, ამბობენ რომ ვერ ახერხებდო, მაგრამ ჩვენ მაინც ვჯერა რომ თქვენნაირი მაყურებლებით ყველაფერს გავაკეთებთ. აქ ხართ და უყურებთ ამ ვიდეოს და ვიცი რომ ძალიან მოგწონთ. დაგვეხმარეთ ჩვენს ოჯახთან შეერთებით. გამოიწერეთ ახლავე და გამომწერების რაოდენობა მალე გაგვეზრდება. არ დაიზაროთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და აუცილებლად გახდით ჩვენი ოჯახის წევრი ახლავე. კოცნით ყველას, მე წავედი. და ეს მესამე გამოწვევა. სამზარეულოში ბავშვი გელოდებათ და იგი ფშიერია. თქვენ უნდა მოამზადოთ ფაფა. და იგი აიძულოთ რომ შეჭამოს მინიმუმ 4 კოზი. ამის შემდეგ გამოიქცევით და ვინც პირველი იქნება ის მოიგებს. გამარჯვებულს კი წამზომით გამოავლენთ. აბა რა ხდება, ვინ არის პირველი? ჩვენ უკვე შევაჩიეთ თანმიმდევრობა ბოლო რაუნდში. ამიტომ მოდი მივყვეთ მას. კარგი, 1, 2, წავიდა. ძე. მზად ხარ საჭმელად? მოგწონს ხაჭო? კი. მოგწონს ხაჭო? კი. რა დაგემართა? ძალიან უცნაური ბავშვია. ახლა მეშინია იქ შესვლის, თვებიდან ესრება. კარგი, მეორე მზად არის? დიახ, მე მზად ვარ, წავიდეთ. კარგი, ჩემო ძვირფასო. მიდი დეიდა კრისტინას და მისი დედის ხათრით. წარმოუდგენელი მამისა და ლამაზის ზატოჩკას ხათრით. კარგად ბავშვო, ნახვამდის. აბა ზლატა რა არის? რა სჭირს ბავშვს? კარგია რომ ასე აკეთებ, ეს არ არის რეალისტური, რადგან ბავშვი უბრალოდ, მაგრამ ბავშვები ასე აკეთებენ ხოლმე. როცა დედა ხარ, ყოველთვის სუფთა ვერ იქნები. ნიკოლ, რა ხდება, მზად ხარ? 1, 2, წადი. აი გამოწერისთვის, აი კიდევ გამოწერისთვის და დალაიქებისთვის, ზარის გილაკისა და გამომწერებისთვის.
კარგი, მზად ხარ თქვენი შედეგების გასარკვევად? კი! მესამე ადგილი 36 წამი და 47 მილიწამი ბოგდანი. და მას აქვს 1 კულა. მეორე ადგილს 31 წამითა და 71 წამის მიასედით იკავებს ნიკოლი. და მას აქვს 2 კულა. და ჯერჯერობით აბსოლუტური გამარჯვებული 26 წამითა და 91 მილიწამით ზატა, რომელსაც 3 კულა აქვს. ასე რომ მეოთხე გამოწვევა. ასე რომ მე მაქვს სიმძიმეები თითოეული თქვენგანისთვის და რა არის გამოწვევა? ჩვენ ფეხებზე დავიმაგრებთ სიმძიმეებს და ის, ვინც ფეხზე უფრო დიდხანს გაიჩერებს, მათ გაიმარჯვებს. მე მზად ვარ, თქვენ? მზად ხარ? მე მზად ვარ. 1, 2, 3. მართლა ძნელია. ასე სწრაფად? ჩვენ ნამდვილად მეგონა რომ 9 საათით დავიმაგრებდით. შენ ვერ გაძელი? უბრალოდ კუჭისა და წონის გარდა კიდევ რაღაც მაქვს და ის მძიმეა. ალბათ ტვის გულისხმობ. დიახ. კარგი, ახლა ზლატა. იეი! კარგი, ზლატა, მზად ხარ? კი! 1, 2, წადი! ორსულობა ნამდვილად რთულია, ეს დავალება მართლა ძნელია. მეგობრებო, ფეხს ვერ წევ, ეს ძალიან მძიმეა. ნიკო, მზად ხარ? დროა. დრო წავიდა. ასეთი ლამაზი ზეხვია ჩამოკიდებული. კარგი, ქულების გამოცხადების დროა. 9 წამი და 0.2 მილიწამი ტრადიციულად მესამე ადგილს იკავებს ბოგდანი. Yes! მას 1 კულა აქვს. Wow! მეორე ადგილზე სრულყოფილი ქულით 30 წამი და 68 მილიწამი ჩვენ გვყავს ნიკოლი. და მას აქვს 2 კულა. და ბოლოს პირველი ადგილი 43 წამით და 72 მილიწამით ზატას ეკუთვნის. მას 3 კულა აქვს. 3 კულა. ასე რომ მეხუთე დავალება, მზად ხართ? კი! ორსულ ქალებს ხშირად აქვთ განსხვავებული გემოვნების პრეფერენციები. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ გსურთ მიითვას საკვები, რომლებიც არ არის შერეული. კარგი, მოვედით. შემდეგი გამოწვევა ეს არის. ვინც პირველად შეჭამს თავის საჭმელს, იმარჯვებს ამ გამოწვევაში. შემდეგ კი ტუალეტში გავასწრებთ ერთმანეთს. გვითხრეს, რომ თვალები დავხუჭოთ. მე მოვკვდები. რაღაც საშინელი მზადდება. ჩვენ ვინა ვიცოდეთ რა არის, მაგრამ არ ვიცით. მე შინია. 3-მდე დათვლის შემდეგ გაახილეთ თვალები. 1, 2, 3. ფუ, ეს რა დევს თავზე? ჟავე კიტრი, შესქელებული რძე და ნუტელა. ორსულად როცა ვიყავი, ძალიან მიყვარდა ამეების ერთად ჭამა. ვინც პირველი შეჭამს ბოლომდე, ამ ჩელენჯში გაიმარჯვებს. 3, 2, 1 წავიდა. ფუ, ვერ შევჭამ. ნიკო, შენ რა, უარს ამბობ? უარს ვამბობ, დიახ? რა ხდება ბავშვებო? რას ფიქრობთ ამ კერძზე? ნუტელა კარგია, მაგრამ დანარჩენი არც ისე კარგია. შემიძლია კიდევ დავიმატო? მეგობრებო, პირველი ლუკმა რომ შევჭამე, მივხვდი რომ შესქელებული რძე ბძულს და ეს ყველაფერი კომბინირებულია, უბრალოდ ისეთი საშინელებაა. კინაღა მაშინ ვიავდექი, ხოლო ამის დანახვაზე მე უკვე გავაკეთე ეს და შემდეგ ერთი ლუკმა შევჭამე. მაგრამ ის ვერც კი დავღეჭე, ძალიან ცუდი იყო, ძალიან საზიზღარი და უგემური იყო. ასე რომ მზად ხართ კულების მოსასმენად? კი! ასე რომ მესამე ადგილი და 1 კულა ნიკოლს ერგო. მეორე ადგილს იკავებს ზატა. ისევ გავიმარჯვე და მას აქვს 2 კულა. და სისულელეების ჭამაში აბსოლუტური ჩემპიონი არის ბოგდანი. მას 3 კულა აქვს. ასე რომ მე-6 გამოწვევა. მზად ხართ? კი! ყველა დედას სჭირდება ბავშვის მარტო ჩაცვა და კვება, არამედ გართობაც. მე რას გულისხმობ? აი, ჩვენი ბავშვი. ცოტა გადამწიფებული ბავშვია. დავალებას შემოქმედებითი კონკურსი ჰქვია. თქვენ გექნებათ 2 წუთი მოსამზადებლად და ბავშვისთვის სპექტაკლის საჩვენებლად, რომლის გამოსვლაზეც ისინებს ბავშვი ყველაზე ხმამაღლა, ის გაიმარჯვებს. რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ ბავშვმა გაიცინოს. უნდა ვეცადო, რომ იგი აუცილებლად გავაცინო. არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩვენი შილი წვერიანი კაცია. ის ბავშვი კი არა, ნამდვილი მამაკაცია, დიდი კაცი. რაც თავისთავად უცნაურია და კიდევ უფრო უცნაურია, რომ მასია გამოწყობილი. როგორ გააცინებ მას? უნდა ვცადოთ, არა? კარგი ბავშვებო, მზად ხართ? კი. კი. ბოგდან, ჯერ შენ წადი, დავიწყოთ.
არ ელოდა. როგორი იყო, მოგეწონა? როგორი იყო, მოგეწონა? კარგი იყო. ზლატავ, ხედავ რომ მზად ხარ, ასე რომ წადი. მე ერთი უნიკორნი ვარ. ისეთი მტკივნეული იყო, რომ კინადამ კურდღელი გავაჩინე. და ახლა სასიკვდილო ნომერი, მოდი აქ. მე წავედი, კარგ დღეს გისურვებთ. ნიკოლ, ხედავ რომ მზად ხარ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრის სანახავად. მიდი დაიწყე. აშკარად მოსწონს. კარგი, მოდი ისევ. ასე რომ მზად ხარ ტყულების მოსასმენად? კი! ჟიური იქნება ჩვენი პატარა ბიჭი, რადგან თქვენის გააცინეთ. მესამე ადგილი ბოგდანს ეკუთვნის. ბოგდანს ერთი კულა აქვს. მეორე ადგილზეა ნიკოლი. მას ორი კულა აქვს. და პირველ ადგილს ეს გოგო იკავებს. მან კურდღელი გააჩინა. მან სამი კულა არიღო. ასე რომ, მეგობრებო, ჩვენი მეშვიდე გამოწვევა. და მას ტოქსიკოზი ქვია. ძალიან საშიშია. ტოქსიკოზი არის ის, როცა ყველა სუნი ავად გხდის და აი ჩემი გამოწვევა. ჩვენ გვაქვს ქაშაყი და გვაქვს ბლენდერი. თითოეულ თქვენგანს თეფსზე დაბლენდერებული ქაშაყი ექნება და უნდა დასუნოთ სადამდეც შეძლებთ. ვინც ყნოსვას შეწყვეტს და პირველი ადგება, გამარცხებულია და ვინც ამას ყველაზე დიდხანს გაუძლებს, გაიმარჯვებს და მისი ორსულობა უფრო მარტივი იქნება. ეს ამას რძენია. მობილისტით, გაემზადე და დაყნოსეთ. მართლა ამას რძენია, ვცდილობ რომ არ ვიმოძრაო და ეს თევზი უბრალოდ მაღლიდან დავყნოსო. ახლა თევზი ჩემს ნესტოში შეზრება. ცხვირი თევზისგან მაქსიმუმ 3 სანტიმეტრით უნდა დაიჭიოთ. ვინც უფრო მეტად მოშორდება, ის წააგებს. ახროლებული კარტოფილის სუნი აქვს. ყველა, ვინც გვიყურებს და მეთანხმება, რომ ეს დავალება ძალიან რთულია და კიდევ უფრო რთულდება. უფრო და უფრო რთულდება. შემთხვევით, ცხვირი ქაშახში ჩავდე. ნიკოლ, მე მზად ვარ მოგცე ჩემი სამი კულა, თუ მაგ ქაშახს ალოკავ. და შენზე რა სიტყვი არ გინდა მოგება? ასე მგონია, რომ მაინც წავაგებ ჩელენჯში და მაინც შენ და ზლატა მოიგებთ. მაგრამ შენს არ გაქვს საკმარისი კულები, თუ ჩემსაც მოგცემ, შეგიძლია რომ მას დაეწიო. შენ უბრალოდ იგი უნდა ალოკო. მოდი ვცადოთ. მე აღარ შემიძლია ამის გაკეთება, ცუდად ვარ, აბაზანაში უნდა წავიდე. თქვენ დარჩით აქ რამდენი ხანიც გინდათ. ფიზიკურად დავიღალე ასე თავის დაჭერით. და ეს კაშაყი უკვე ბავშვობას მახსენებს. წუხარ შენი ბავშვობის გამო, თუ მართლა ასეთი ცუდი იყო. ნიკო, თითქმის 1 საათი აქვს ხედვართ. გავიღოთ პირველი ადგილი და მოშორდეთ ამ ქაშახს. ორივე ერთად დავდგეთ და გავიღოთ პრიზი. არ გირჩევმია? კარგი, მეც დავიღალე, მგონი ასე ჯობია. მოდი ერთად დავდგეთ. 3, 2, მორჩა. ფუ, ის ყარდა. იმდეხას ვიჯექით, რომ ქაშაყი ცხვირზე გამიშა. ასე რომ, ბოლო კონკურსში ბოგდანი ბოლო ადგილზე გავიდა. და შენ მიიღე 1 კულა. გამარჯვებული არ ყოფილა. გოგონები ფრეზე შეთანხმდნენ და ორივე მორი კულა აიღეს. და ასე საბოლოო ანგარიში ბოგდანს ჯამში 9 კულა აქვს. ნიკოლს 6 კულა მისცა. ასე რომ, მან 3 კულა მიიღო. ნიკოლს 11 კულა ჰქონდა. და ბოგდანის მიერ კულების მიცემის შემდეგ მას 17 კულა გაუხდა. ბოლო ჩელენჯის შემდეგ კი 19 კულა. ზლატამ კი ყველა შეჯიბრში 19 კულა მიიღო. ამიტომ გიოცავთ გოგოებო, თქვენ ბოლომდე გაძელით. იქ 2 საათი ისხედით, ასე რომ ორივემ გაიმარჯვეს. მადლობა. ნიკოლ, ჩემი წილი უნდა მომცე. არანაირი წილი ბოგდან, გაიარე, გაისეირნე. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობა მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. ჩვენ წავედით. ნახვამდის.